50,000 ლარის ფარგლებში უნდა შეიძინოს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2 მანქანა, რომელიც ზედამხედველობის სამსახურს გადაეცემა. ამის პარალელურად ირკვევა, რომ ონიაშვილის უწყება გულუხი აღმოჩნდა მეზობელი მუნიციპალიტეტისთვის და ქალაქის მერიას წყობრიდან გამოსულ ლექსუსის მარკის ავტომობილს თხოვების ხელშეკრულებით განუსაზღვრელი ვადით შეიძლება ითქვას, რომ ჩუქნის. ჯირკველიშვილის უწყება არ აკონკრეტებს ვინ და რატომ ისარგებლებს ნათხოვარი და მოშლილი მანქანით. ნახეთ ნიკა გაბლუშვილის სიუჟეტი. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ავტოპარკისთვის 2 მსუბუქი მეორადი ავტომობილის შეძენის საკითხს საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ონიაშვილის უწყება სატრანსპორტო საშუალებებს 50,000 ლარის ფარგლებში უახლოეს პერიოდში შეიძენს და გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს გადასცემს. ამას გარდა საკრებულომ გორის მერიისთვის თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე ლექსუსის მარკის ავტომობილის გადაცემაზეც იმსჯელა. ერთი მანქანა, რომელიც ამ ეტაპზე არ არის მუშაობ მდგომარეობაში, მერია თანახმდა ითხოვა, რომ თხოვების ხელშეკრულებით გადაცემულიყო და თვითონ მოიყვანდნენ წყობაში. ჩვენ ამას ვერ ვიყენებთ, იმიტომ ბიუჯეტს არ აქვს იმის თანხები, რომ არემონტოს ასეთი მანქანა. მათ ალბათ გააჩნიათ ამის საშუალება და რა თქმა უნდა ჯობია, რომ მოქმედო მანქანა გადაცემულიყოს მერიაზე, რომელიც მას გამოიყენებს თუ გაარემონტებს. მეორადი ავტომობილების შეძენასა და მერიისთვის ავტომანქანის თხოვების საკითხს სკეპტიკურად უყურებს ოპოზიცია. საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ამ ეტაპზე სატრანსპორტო საშუალებებში ფულის დახარჯვის საჭიროებას ვერ ხედავს. კობატ ლაშაძისაგან განსხვავებულად ფიქრობს თავისუფალი დემოკრატების წევრი ხათუნა ხათაშვილი. ავტომობილები საჭიროა, რომ ავტომობილებით მოხდეს გადაადგილება 104 სოფელია მოგეხსენებათ და ყველა სოფელში თითქმის მიმდინარეობს ასეთურის პროექტები და ყურადღების მიღმა რჩება ხშირად ამ პროექტების შესრულების ვადები, ხარისხი, რაც ითხოვს მონიტორინგს და მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ავტომობილები. ჯერ ერთი არ დაუსაბუთებიათ ვისთვის ყიდულობენ და რისთვის ყიდულობენ. გარდა ამისა, ნახეთ, თქვენ ბოლო საკითხი იყო, რომ ერთ-ერთი ავტომანქანა ეს არის ლექსუსი, რომელიც გორის მერიას გადასცეს თხოვების ხელშეკრულებით. მე აი ამაზე მაეჭვებს ყველაფერი. თუ კი ჩვენ იმდენი ტრანსპორტი გაგვაჩნია, რომ ვიღაცეებს ან რომელიმე ორგანიზაციას ან სხვა მუნიციპალიტეტს ხელშეკრულებით თხოვებით გადავცეთ, რაღაცო ვყიდულობთ. უკეთესი იქნებოდა, რომ აი ეს თანხა, რომელიც ამ მანქანებში იხარჯება 50,000 ლარი, შეგვევსო ის სარეზერვო ფონდი, რომელშიც ერთ-ერთიც არ გააჩნია დღეს მუნიციპალიტეტს. საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი. დავით ონიაშვილი ავტომანქანების შეძენაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად თანხა ამორტიზებული მანქანების გაყიდვის შედეგად შეგროვდა. გავყიდეთ საკმაოდ ამორტიზებული ავტომობილები და ძალიან სიმწირეს განვიცდით, რომ რამოდენიმე მანქანა ყავს და წესით ჩვენ გვეკუთვნის კიდევ 3 ავტომობილის შეძენის უფლება, მაგრამ 3-ის საშუალება ამ ეტაპზე არ არის და ამიტომ გადაწყდა 2 ნახმარი ავტომობილის შეძენა. დღევანდელი მდგომარეობით გორის მუნიციპალიტეტის განკარგულებაში 7 ძვირადღირებული მანქანა. აქედან 6 ონიაშვილის უწყებას ემსახურება, 1 კი Mercedes-Benz-ის მარკის მანქანა საკრებულოს თავმჯდომარის გადაადგილებას უზრუნველყოფს. საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებელზე არის განპირობებული მანქანები, რომლებიც ემსახურება გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს. ასევე ჩვენ ყავს პარკიდან წამოყვანილი, რომელიც ემსახურება საკრებულოს წევრებს, სხვადასხვა სოფლებში გასვლის შემთხვევაში ისინი წერენ მოხსენებით ბარათს და ვაკმაყოფილებ ჩვენ და ისინი აი ამ მანქანით სარგებლობენ. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს 7 ავტომობილის შენახვა, როგორც გამგებელი ამბობს, გასულ წელს 90,000 ლარზე მეტი დაუჯდა. რაც შეეხება საწვავის ხარჯს, უწყების კუთვნილი ყველა მანქანა 2,000 ლიტრ ბენზინს მოიხმარს, დიზელს კი 800 litrს ხარჯავს. რაც შეეხება გორის მერიისთვის მანქანის თხოვებას, ჯირკველიშვილის უწყებაში ამბობენ, რომ ლექსუსის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას ჯერ შეაკეთებენ, შემდეგ კი საჭიროების ამებრ გამოიყენებენ.